მიდიოდა მოგზაურობდა. სულ შემოვიდა და მაღაზიაში შემოანათლა. თითქოს და არაფრის მეყოლი თვალეთ. როგორც მოგეხსენებათ, დღეს არის წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე, რასთან დაკავშირებითაც თხილნარის ნომერ პირველ საჯარო სკოლაში გაიმართა ახალგაზრდების შეხვედრა და ახალგაზრდებმა განიხილეს და ხმამაღლა საჯაროდ წაიკითხეს რევაზინანიშვილის რამდენიმე მოთხრობა. რაც შეეხება ამ შეხვედრებს, ეს უკვე მეოთხე წელია, რაც მიმდინარეობს და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ახალგაზრდების აზროვნების განვითარებისთვის და მათი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებისათვის. შევიკრიბეთ რამოდენიმე სკოლის წარმომადგენლები, განვიხილოთ რევაზინანიშვილის ნაწარმოებს. გაზეთების შეკრებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ანვითარებს მოსწავლეებში და აგუბებს წიგნის მიმართ სიყვარულს, ინტერესს. საჯარო კითხვა გვეხმარება კომპლექსების დაძლევაში. თან ვწვდობ, რომ ხომაღლა იკითხო და აღარ მოგერდებს საზოგადოებაში, მაგალითად მე ვერ ვკითხობდი საზოგადოებაში და ახლა შემიძლია კითხვა. წიგნის კითხვა ადამიანის გონებრივ განვითარებას უწყობს ხელს, ასევე ლექსიკური მარაგის განვითარებას და რაც მთავარია ადამიანს აყალიბებს ნამდვილ ადამიანად. წიგნი გვეხმარება გავაფართოვოთ ჩვენი ლექსიკური მარაგი და ასევე მეტყველების უნარი. წიგნი ამავდროულად გვეხმარება რომ შევიძინოთ ახალი უნარ-ჩვევები და მინდა ერთი ფრაზა ვთქვა. ცხოვრებაში მხოლოდ რამე შეუძლია ჩვენი ცხოვრების შეცვლა. პირველი ადამიანები, რომლებსაც შევხვდებით და მეორე წიგნები, რომლებსაც ჩვენ წავიკითხავთ. დღეს არის წიგნის საერთაშორისო დღე და ამასთან დაკავშირებით ჩვენი წიგნის კლუბმა გადაწყვიტა ჩაეტარებინა პატარა მოკლე პრეზენტაცია. ჩვენ დავდგით ნოდა დუმადის მუევი და ნიკო დაილარიანიდან ერთ-ერთი პირველი სიყვარულის პატარა სცენა და პატარა კლასებმა გააკეთეს სხვადასხვა აქტივობები, ასევე კლასებში წავიკითხეთ სხვადასხვა ნაწარმოების პატარა მონაკვეთები. საერთაშორისო დღე ან ჩვენ გვანიჭებს პასუხისმგებლობას, რომ პატარა თაობას და ჩაუნერგოთ ის აზრი, რომ ტელეფონებს და კომპიუტერებს ჯობია წიგნი წავიკითხოთ. გადავწყვიტეთ, რომ ჩაგვეტარებინა პატარა სცენა, რომლითაც ბავშვებს დავაინტერესებდით. ჩვენთვისაც საინტერესო იყო და ის ფაქტი, რომ ბავშვებს გამოადგებოდა ჩვენი ნამუშევარი, ეს უფრო მეტ мотивაციას გვაძლევდა, რომ გაგვაკეთებია სპექტაკლი. ჩვენ გვაქვს გაკეთებული სხვადასხვა აქტივობა. მეებები ილიკო და ელარიანზე გვაქვს შეკრული წიგნები, გვაქვს გაკეთებული პრეზენტაციები და არის ჩართული ძალიან ბევრი მოსწავლე, კლასები. მე მაგალითად მაქვს გაკეთებული პრეზენტაცია და მაქვს შეკრული წიგნი. მაქვს დახატული შიგნით ნახატები და არის მოკლე სასაცილო ისტორიები.